ერთი მიზანი ბრძოლა ქართული ოცნების წინააღმდეგ და განსხვავებული პოლიტიკური სტრატეგია ოპოზიციაში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას პარტია გახარია საქართველოსთვის და კოალიცია ლელო ძლიერი საქართველო ერთობლივი ძალებით გეგმავენ. თანამშრომლობის მემორანდუმს პოლიტიკური პარტიების გენერალურმა მდივნებმა ხელი უკვე მოაწერეს. ამბობენ, რომ ბოიკოტმა თავისი გააკეთა და ახლა პარტიებმა სხვა ნაბიჯებით უნდა მოახერხონ ხელისუფლებაში მყოფი პარტიის შერყება. ორ ოპოზიციურ ცენტრს შორის დადებული შეთანხმების თანახმად ეცდებიან საზოგადოებას საერთო მერობისა და საკრებულოების წევრობის კანდიდატები წარუდგინონ. თან არაპარტიული და ბევრისთვის მისაღები ფიგურები. ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება და კოალიცია ძლიერი საქართველო აცხადებს შეთანხმების მემორანდუმის თანამშრომლობის საწყის პრინციპებს, რაც გულისხმობს საერთო ბრძოლას, კოორდინაციას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, იმიტომ რომ არ არის ეს სტანდარტული არჩევნები, შესაბამისად ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ ურთიერთკონკურენცია ამ არჩევნებზე, ამიტომ მერობის არაპარტიულ ნეიტრალურ კანდიდატებზე ეცდებით შეთანხმება დავდოთ, ასევე მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატებზე, ან და საერთო პარტიულ კანდიდატებზე, რაც რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე ფორმით ჩვენ ნორმალიზებას ვახდენთ რაიმე პროცესის, ეს პირიქით პროტესტის მასშტაბური გაშლის, გეოგრაფიული არეალის გაშლის, პროტესტის გაფართოების და ახალი მუხტის მიცემის დამატებითი საბრძოლო კიდევ ერთი ხაზი არის. მზად ვართ მხარი დავუჭიროთ დამოუკიდებელ ნეიტრალურ არაპარტიულ კანდიდატებს მერებად, მაჟორიტარებად ყოველგვარი კონკურენციის გარეშე. დარწმუნებული ვარ, ეს დოკუმენტი, რომელიც რა თქმა უნდა კომპრომისული დოკუმენტია, საკუთარ თავში მოიცავს ქართველი ხალხის დაკვეთას. არ გვეშინია ბოიკოტი ჩვენთვის არ არის ის გზა, სადაც შეიძლება იბრძოლო და სადაც შეიძლება შენ ივანიშვილის რეჟიმი დააზიანო. ჩვენ ვამბობთ, რომ ქუჩა არის მნიშვნელოვანი და ქუჩაშიც გავაგრძელებთ ბრძოლას და პროტესტს. უმნიშვნელოვანესია საგარეო ველზე მუშაობა სანქციებისთვის და დელეგიტიმაციისთვის და ასევე მნიშვნელოვანია თუნდაც ეს ეგრეთ წოდებული საარჩევნო პროცესი. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ვიყოთ ოპოზიციის ოპოზიცია. ყოფილი სახელისუფლებო პარტია ორი ყოფილი მეტოქის დაზავებას პოლიტიკურ ქორწინებას უწოდებს ბიძინა ივანიშვილის ინტერესების სასარგებლოდ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა კონკურენტ პარტიებს სტრატეგიას უწუნებს და ამბობს, რომ ქართული ოცნების დამარცხებას მხოლოდ ბოიკოტით, პროტესტითა და საგარეო მხარდაჭერით შეძლებენ. ეს არ არის თანამშრომლობის პაქტი გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის, ეს არის თანამშრომლობის პაქტი ამ ორ პოლიტიკურ ძალასა და ბიძინა ივანიშვილს შორის. დღეს გაფორმდა ეს პაქტი სამწუხაროდ და ჩვენ ყველაფერს უნდა დავარქვათ თავის სახელი. მესმის, რომ სამწუხაროდ ქართულ პოლიტიკაში ფული ბევრ ამას წყვეტს, მაგრამ ის ვერ გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის ბედს. შევძლებთ, რომ ის კამპანია, რომელიც უკვე დაწყებულია იმისთვის, რომ რუსული სპეცოპერაცია არ შედგეს და საქართველოს არც ერთმა პატრიოტმა მოქალაქემ მონაწილეობა არ მიიღოს 4 ოქტომბრის სპეცოპერაციაში, იქნება წარმატებული და ჩვენ ერთიანი ძალებით დავიბრუნებთ ჩვენს სამშობლოს. ქართული ოცნების ლიდერთა შეფასებით ეს შეთანხმება ორი ურეინტიგო პარტიის მცდელობაა, რომ ქვეყნის წინააღმდეგ სხვა სცენარით იმოქმედონ. მმართველი პარტია ამ სვლაშიც უხილავი უცხოური ხელის ფათურს ხედავს, რომელსაც ეგრეთ წოდებულ deep states უწოდებენ. ქვეყნის სიძულვილში რომ ერთიანდებიან რადიკალები და აგენტები, ახლა ეს ახალი ნამდვილად არ არის ჩვენთვის. ილუზიებში არიან ლელო და გახარია. დღეს მათ არც ეს ილუზორული წარმოდგენა აქვთ, რომ მათი უდაბლესი რეიტინგის ფონზე შეძლებენ სადმე ქართული ოცნებისთვის რაიმე ფორმით არა თუ დამარცხებას, რაღაცა მცირე წინააღმდეგობის გაწევასაც კი და ასე ღიად განაცხადეს არჩევნებში მონაწილეობა. კი ბატონო, არჩევნები იქნება ძალიან მალე და კიდევ ერთხელ გაიზომება ყველა პარტიის რეიტინგი. მუნიციპალური არჩევნებისათვის მზადება დაწყებულია. პოლიტიკურ ველზე წინა საარჩევნო ბრძოლის კონტურები უკვე გამოიკვეთა, თუმცა საერთო სურათი ჯერ ისევ შექმნის ეტაპზეა. კიდევ ვინ ვისთან დაახლოვდება, ან რომელი პარტია ვისთან შეწყვეტს თანამშრომლობას, ჯერ უცნობია. ალეკო კუბეტაძე, ევრონიუს ჯორჯია.